გუშინგი ტელეკომპანია იმედმა მაყურებელს დედაქალაქის მასშტაბით კომპანია ACT-ის exit poll-ის შედეგები შესთავაზა. CSGO-ს წინასწარ მონაცემებთან ცდომილებას კომპანიის მენეჯმენტი იმ გარემოებით ხსნის, რომ გამოკითხულთა სოლიდურმა ნაწილმა ინტერვიურებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა. ACT-ის განმარტებით, კვლევის მიმდინარეობისას თბილისის 60 საარჩევნო უბანზე 6000-ზე მეტი ამომრჩეველი გამოიკითხა, საიდანაც ეგრეთ წოდებული უარების მაჩვენებელი დაახლოებით 30% იყო. და 31% უარი. ანუ რესპონდენტები უარს აცხადებდნენ დააფიქსირებინათ თავისი პოზიცია. ეხლანდელი მონაცემები ნიშნავს იმას, რომ უარებში ოპოზიციურად განწყობილ რესპონდენტებთა წილი მნიშვნელოვნად მეტი იყო, ვიდრე იყო დეკლარირებულ პასუხებში. სწორედ ამან გამოიწვია განსხვავება ჩვენს მონაცემსა და CSGO-ს მონაცემებს შორის. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ისტორიას არჩევნებისას და ნახავთ, რომ სოფლიოს წამყვან კომპანიებსაც კი ჰქონდათ 4-5%-იანი და ზოგ შემთხვევაში 9%-იანი ცდომილებაც კი რეალურად საარჩევნო მონაცემებთან მიმართებაში. ეს ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ სოფლიოში, იმიტომ რომ ყოველთვის ხდება, ანუ უარების ინტერპრეტაცია ყოველთვის არის სისტემა, რომელმაც შეიძლება გარკვეული სურპრიზები გამოიწვიოს.